იტყვი ვიღლები უკვე აღარ მსურს გაუსაძლისი ყოფა ამგვარი უკეთურების ბედიღბალი მშურს ქრისტემ კი თურმე გაჩუქა ჯვარი დიახ ჩემო ძვირფასებო შემთხვევით არ დამიწყია ამ სტროფით ჩვენი გადაცემა იმიტომ რომ დიდმარხვის მესამე კვირას ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს ცემს ჯვარს გილოცავთ შვიდობა და მადლი არ მოკლებოდეთ ძვირფასებო და სრულიად საქართველო პირველ რიგში მადლიერი ვარ როგორც ყოველთვის გამოხატული ყურადღების პატივისცემის კეთილი კომენტარების და გადაცემის ამა თუ იმ ფორმით შეფასებისთვის. გისურვებთ მოთმინებას, მადლს იმისი, რასაც ქრისტეს ჯვრის ტარება ქვია. ტყუილად არ მithქვამს სტროფში, რომ ქრისტემ კი თურმე გაჩუქა ჯვარი. ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვითმენთ. ბევრ რამეს ვერ ვეგუებით, რაც ჩვენი სულის და გულის მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება. და ზუსტად ამაში მდგომარეობს სულიერი ჯვარი, რომ დავიწყოთ იმის გამოსწორებით, რასაც ვერ ვიტანთ, არასაც ვერ ვეგუებით. რომ სიყვარულით და ქრისტესადმი და მისი ჯვრის თაყვანისცემით დავძლიოთ ეს ყველაფერი. ჩვენ კი გავაგრძელებთ სახარების განმარტებას, შეგახსენეთ ქრისტეშობის მსახურებაზე იკითხება 4 სახარება. პირველი ჩვენ განმარტეთ, ვნახეთ, ახლა ვკითხულობთ მეორეს ზეციური პურის შესახებ. ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი, თარგმანი კი გახლავთ ჩემი. იმ დღეებში კეისარ ავგუსტუსის ბრძანება გამოვიდა დედამიწის მოსახლეობის აღწერის შესახებ. და თითოეული ვალდებული იყო თავის ქალაქში ჩაწერილიყო. სოფლიო ბრძანებლის როგორი ამპარტავნება და ადამიანების როგორი დამცირება. ყოველივე, რასაც სატანა ღვთის დასამცირებლად იყენებს, ყოვლის მყრობელის ღვთაებრივი სიბრძნით მისივე დასამცირებლად და ღმრთის სადიდებლად და კაცთა მოდგმის ხსნის სასარგებლოდ გადაიქცევა ხოლმე. კეისრის ერთპიროვნული მმართველობით სამყაროზე სატანა იძრახავდა ღვთის დამცირებას, მაგრამ ღმერთმა ეს ყოველივე დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად გამოიყენა იმ დროს, როცა სამყაროს ბრძანებელი უნდა გამოცხადებოდა კაცთა მოსახლეობას და კაცთა მოდგმას. მოსახლეობის საყოველთაო აღწერით სატანა სურდა დაემტკიცებინა თავისი თავის ღმერთად გამომცხადებელი ერთი ადამიანის მიმართ კაცობრიობის მონობა, მაგრამ ღმერთმა ეს აღწერა ბეთლემში მაცხოვრის შობის წინასწარმეტყველების აღსასრულებლად გამოიყენა. ასე განგვიმარტავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. არის უცხოოდ ძვირფასებო, იმიტომ რომ ჩვენ შიგადაშიგ სხვადასხვა მამათა განმარტებებს ჩაურთავთ, მაგრამ ძირითადში განმარტება მაინც წმინდა ნიკოლოზ სერბს ეკუთვნის ველიმიროვიჩს. იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ქვია ბეთლემი, გალილეის ქალაქ ნაზარეთის მკვიდრი იოსებიც მასზე დანიშნულ მარიამთან ჩასაწერად წავიდა, რამე თუ დავითის სახლიდან იყო და აღმოჩნდა, რომ შერთვამდე მუცლად ეყო. მთელი 3 დღეა სავალი ნაზარეთიდან ბეთლემამდე, მაგრამ რამდენადაც ყოვლადწმინდა ქალწული ორსულად იყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთაებრივმა ოჯახმა მეტი დრო იარა, სანამ დავითის ქალაქში მივიდოდა.
როგორი დამღლელი და მტანჯველი იყო გზა. ჯერ გალილეის განიერი ერთფეროვანი დაბლობი უნდა გაევლო და შემდეგ ასულიყო და დაშვებულიყო სამარიის მთებიდან. შემდეგ ნელა და ძალიან ფრთხილად ეარა მშრალი და ქვიანი იუდეის გზებზე. თუკი ამ ხანგრძლივ სავალ გზაზე დაღლილობასთან ერთად შიმშილს არ განიცდი, ცნობილია, რომ შეუძლებელია არ მოგწყურდეს, არადა სულ 3 ჭა თუ შეგხვდება. წარმოგიდგენიათ თუ რამდენი ადამიანი შეჯგუფდებოდა თითოეულ მათგანთან საყოველთაო აღწერის დროს, მაგრამ მორჩილი და თავმდაბალი უფალი ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას მასთან ერთად ამ სოფელში ეკლიანი გზებით მოდის. ბრძანებს კეისარი, რომ მისი ქვეშევრდომი ყველა აღიწეროს და ის არსით ვისი ქვეშევრდომებით სერაფიმები არიან, მორჩილად მიემართება აღიწეროს როგორც ხრწნადი წარმავალი კეისრის ქვეშევრდომი. თავის ნათესავ იოანეს და წინა მორბედსაც განა ასე არ უთხრა, ასე მოგვიწევს ყოველგვარი სიმართლის აღსრულებაო. მანვე საქმით დაამტკიცა ეს ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას. შემდეგში განა არ ეტყვის ადამიანებს მიეცით კეისარს კეისრისა და მან ეს ჯერ კიდევ დედის მუცლიდან გამოსვლამდე აღასრულა ყოველივე. მასზე დანიშნულ მარიამთან და აღმოჩნდა, რომ შერთვამდე მუცლად ეღო. სულიწმინდით და საერო სიბრძნით განსწავლული და განათლებული დიდებული ლუკა მახარებელი განსაკუთრებული გულმოდგინებით ხაზს უსვავს ყოვლადწმინდა ქალწულის ზებუნებრივი მუცლადღების ფაქტს მათთვის, ვისაც ამ თემაზე მტანჯველი ეჭვები კლავს. მახარებელი ლუკა მათი სინდისის შემწედ გვევლინება. წმინდა ლუკა გახდათ მკურნალი, თავდაპირველად ხორციელი ფიზიკური და უკვე მოგვიანებით სულიერიც. როგორც განსწავლულ პრაქტიკოს ექიმს უნდა სოდნოდა ყოველივე, რაც ხორციელ სამყაროში ხდებოდა, მაგრამ ის რამდენადაც მამაცი, იმდენადვე ფრთხილი უნდა ყოფილიყო ამ უჩვეულო მოვლენის კონსტატაცია, რომ მოეხდინა და წერილობითი მოწმობით დაედასტურებინა. მოვლენის, რომლის დროსაც სულიერი ძალები ფიზიკურ კანონებში ჩაერევიან და სიცოცხლე უსხეულო კონტაქტით ჩაისახება. ექიმის ამგვარ დამოწმებას შეუფასებელი მნიშვნელობა გააჩნია, რამე თუ მარიამის ქალწულებრივი მუცლადღების განხილვაზე წმინდა ლუკა სხვა მახარებლებთან შედარებით უფრო მეტად ჩერდება. ჯერ საკმაოდ ვრცლად აღგვიწერს მთავარანგელოს გაბრიელის ყოვლადწმინდა ქალწულთან საუბარს. შემდეგ კი გვაუწყებს ჩვენ, რომ იოსები ბეთლემში წავიდა, რათა აღიწეროს მის მიერ დაწინდულ მარიამთან ერთად, რომელსაც მუცლად ეღო უკვე. საუბრობს რა უფლის იესო ქრისტეს წარმოშობის შესახებ, გვიყვება ამგვარად. იწყებდა რა იესო თავის მსახურებას 30 წლისა იყო და როგორც ფიქრობდნენ, ის იყო ძე იოსებისა, ელიასი. ესე იგი, როგორც ადამიანებს ეგონათ სინამდვილეში, რომ ის არ იყო იოსების, არამედ ღვთის ძე. და ადამის მოდგმის გამოხსნისთვის ჭეშმარიტად მართლაც რომ საკვირველია ყოველად ბრძენი ღმერთის კაცმოყვარება და განგებულება. ამრიგად, ქრისტიანობის მდევნელ სავლეს ქრისტიანობისვე უდიდეს დამცველ პავლედ გადააქცევს. ხოლო ხორციელ მკურნალ ლუკას სოფლიოში უდიდეს სულიერ მოვლენის მოწმედ და თუმცაღა იოსები დავითის ტომიდანაა და თავად დავითი კი ბეთლემიდან, არც დავითს და არც მის უკანასკნელ შთამომავალ იოსებს არც ერთი ნათესავი არ ყავთ ბეთლემში და იოსები მოდის ბეთლემში სულიერ თავის სამშობლოში, არც ერთი ნათესავი არ ყავს, ვინც მას შეიფარებს
არ ჰყავს არც ერთი მეგობარი, რომელიც მას სტუმართ მოყვარეობას გაუწევს. და აი ჩემო ძვირფასებო, აი აქ შევწყვეტ დღევანდელ საკითხს. გავაგრძელებთ შემდეგ გადაცემაში და ნახავთ თუ რა მოხდა შემდგომში. დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც გავაგრძელებთ მაქსიმე ახსარებლის მიხედვით. საკითხავია, თუ ჰეროდემ ასე საჩქაროდ მოიკითხა მოგვები, რომელიც გაერიდნენ მას, რატომ მაშინვე არ გაწყრა ეს უღმრთო მრისხანე კაცი და რამ განარისხა კარგა ხნის შემდეგ? ხომ შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში ყრმა დაემალათ, ან მოგვებს გაეტაცათ დედასთან ერთად, ან სხვა ადგილას შეეფარებინათ თავი. თუმცა ყოველივე ამის განმარტებაც მოიპოვება. ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ დროს, როდესაც მოგვები იერუსალიმში მოვიდნენ და ახალშობილი ყრმა მოიკითხეს, ჰეროდე კი თვალთმაქცურად ამ ყრმის თაყვანისცემის სურვილს იჩემებდა, რათა ხელში ჩაეგდო და მოეკლა იგი, დიდი შფოთი და დავიდარება ატყდა მის ოჯახში. ეს ღვთისნებით მოხდა, რათა ჰეროდეს ახლად შობილი ყოველთა მეუფისა და უფლის მოსაძებნად ვერ მოეცალა. ოჯახში შფოთი მისმა ცოლმა და შვილებმა წამოიწყეს. აი ძვირფასებო, რამდენად საინტერესოა ეს წიგნი, რომ ეს ფაქტი მაგალითად მე არც კი ვიცოდი. დიდი გასაჭირი დაადგა ჰეროდეს. მან მოკლა თავისი ცოლი, შვილების დახოცვის ნებართვის მისაღებად კი გაშმაგებული რომისკენ გაეშურა კეისართან. მიიღო კიდეც შვილების დახოცვის უფლება და ისინი დაახრჩო. ასე გაძღა შვილების სისხლით ამ შეშლილის, ეშმაკეულის და კაცთამკვლელის სული. იმის შემდეგ, რაც გამძვინვარებულმა ჰეროდემ თითქოს გული დაიცხრო და დაწყნარდა, უფრო მეტად აუმა და ბოროტმა სიშლეგემ შეიპყრო. გაახსენდა მოგვები და ყრმა მეუფის შობა, შეეშინდა გემოთმოყვარეობის და დიდების მოყვარების მონას. ვაი თუ ამ ყრმისგან რაიმე არასასურველი ცვლილება შემემთხვესო. შორითა და გულისწყრომით სავსე ჰეროდე ყოველთა მეუფე ყრმის ძიებას შეუდგა და რა კი ვერ სათპოვა, უდანაშაულო ჩვილებს დაატეხა თავისი რისხვა מחვილით უმოწყალოდ ამოწყვიტა ბეთლემის სანახებში მყოფი ყველა ჩვილი 2 წლისანი და მასზე უმცროსნი, რადგან მოგვთაგან დაზუსტებით გამოიკითხა ახალშობილი ყრმის ასაკი. ვაი როგორი უმოწყალოა ღვთის წინააღმდეგ მებრძოლის ნება და სურვილი. როგორ არ მოერიდა ჰეროდე იმ უდანაშაულო ყრმათა დახოცვას. ამდენ პირუტყვის ნაშიერსაც კი ვერ დახოცავდა ადამიანი, ამდენ უსულო ნერგსაც კი ვერ ამოძირკვავდა. ამ უღმერთომ კი პირმეტყველი ჩვილები ამოხოცა, არც საკუთარი, უკვე მოზრდილი შვილების დახრჩობას დაერიდა. ვაი როგორი ბოროტეულია ძალაუფლების მოყვარეობა და შური, ეს ორი სათავე და წყარო ყოველგვარი ბოროტებისა. ამათგან პირველმა მთავარანგელოზის პატივი და მსახურება დააკარგვინა ღვთისგან განდგომილ ნათლის ანგელოზს და ღვთის ბრძოლად გადააქცია ძალაუფლების მოყვარე მტერი. ხოლო შურმა ებრაელები ღვთისმკვლელებად აქცია და ამ უბადრუკებს ღვთის აურაცხელი ქველმოქმედება დაავიწყა. უხთო ჰეროდესაც ეს ორივე ვნება ბოროტად დაუფლებოდა. უწინარესად იგი თავისი შვილების მკვლელი იყო და უკვე შემდგომ იმ უდანაშაულო ჩვილებისა. უფრო შემზარავია ის, რომ მან თავად ყოველთა მეუფის და უფლის მოკვლაც განიზრახა და რაც შეეძლო ყველანაირად ეცადა ისაღესრულებინა. ვაი შენ ღვთის მტერო და ეშმაკის მეგობარო, თუ კი მოგვთა სიტყვა ცრუა და საქილიკო, მაშ რა გაშინებს და რისთვის ხა ძრწი?
თუ კი მართალს ბრძანებენ წინასწარ მეტყველნი, თუ ვერ ხვდები რომ ყოველ მხრივ უძლური ხარ და ვერ შეძლებ მის მოკლას, ბრმაო და უგუნურო, ამ შენი გარდამეტებული შურით ღვთის რისხვა დაიტეხე თავს, ამ ქვეყნიური მეფობაც დაკარგე და სიკვდილამდე მატლის ლუკმად იქეცი. ჭეშმარიტად სამართლიანია ამ სოფლადვე შენს თავს დატეხილი შემაძრწუნებელი და საშინელი ტანჯვა. ეს ღვთის რისხვა იმის გამოც დაიმსახურე, რომ საკუთარი თავი უმძიმესი და უბოროტესი, ჯოჯოხეთის ცეცხლის მსგავსი საუკუნო სატანჯველისთვის გაიმეტე. ახლა კი ჩვენს პირველ სათქმელს მიუბრუნდეთ. და აი ამ სათქმელს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელებთ მომავალ გადაცემაში. განმაგრძობ კითხვას ჩემი წიგნიდან, ურთულესიდან უმარტივესამდე, რომელიც დღითიდღე ძალიან პოპულარული ხდება და მსურველიც ძალიან ბევრი გამოჩნდა, რომ ეს წიგნი გქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე აღარ არსებობს. გვაქვს მხოლოდ PDF ფაილი. თუ გამოჩნდება ვინმე მსურველი, ან შესაძლებლობა ექნება იმისი, მე შემიძლია მივაწოდო ეს ფაილი და დაბეჭდოს და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს. აი ერთი ასეთი ფრაზა, რომელიც ეხება მარხვას. დაიწყო მარხვა და რადგან მრავალი მეკითხება და აინტერესებს თუ რა არის ის, პასუხი ძალზე მოკლე მექნება. როგორც აბრაამმა ისააკი და ქვრივმა ორი ლეპტა შესწირეს ღმერთს, პირველ რიგში წმინდა და სუფთა გულით, ასევე უნდა მოვიძიოთ ჩვენი ისააკი, ანუ ყველაზე ძვირფასი რამ ჩვენთვის ორ ლეპტასთან, ანუ ხორცთან და სულთან ერთად ეშმაკს განშორებულმა, ანუ მისმა ქვრივმა და ყოველივე შევწიროთ ღმერთს. აი ესეთი მოკლე, ჩემი აზრით, საინტერესო განმარტება, ჩემო ძვირფასებო. ახლა კი განვიხილოთ ის დღეები, რომლებიც აქამდე იყო და ზეიმობდა მართლმადიდებელი ეკლესია. სიტყვით, საქმით, ჩაგრულ მოძმეს ვემხრობოდეთ ღვთის ხმობელნი, ხატით დავძლევთ მაცდურ სოფელს თეოდორეს ღვთისმშობელის. იხარე ერო ქრისტეს ნათელის, ღმერთმა ყო ღირსი და მოინათლე, იშვებდი ლოცვით, ღამით და დღისით, ნიკომიდიელ თეოფილაქტეს. იცევ ქრისტე, დაიფარე, სამწყსო მართლმადიდებელი, ფარად ცრემლი ავიფარეთ, სერაფიმეს გაბრიელის. ცხოუნდეს სიწრფელით ღვთისამხმობელი და მოყვასისახ მისმნებებელი, გლოცავდეს ცოდვილთ ღვთისამშობელი, ხატით წარწყნედულთ მომპოვნებელი. და მინდა, ჩემო ძვირფასებო, ერთი კიდევ ჩემი სასულიერო თემაზე დაწერილი ლექსი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ქვია მადლიერება. მე ეს ლექსი შთამაგონა ერთმა გამაოგნებელმა და სულიშემძვრელმა სურათმა. თუ რა იყო აღწერილი იმ სურათში, თვითონ ლექსი გეტყვით. მაშასე, მადლიერება. ცხრის ფარა იხსნა მგლისაგან ძაღლმა. ერთმა ყველასთვის დასთხია სისხლი და მხოლოდ ერთი მოვიდა მასთან უამბორა და მადლობას იხდის. დაიკლა ჩვენთვის კრავი უბიწო, ეკვეთა მგელს დაგვიხსნა ყოველი, მადლობისათვის ცივად უსიტყვოდ თუ გრჩება გული, კარგს რად მოველით? არა უფალო, არა ვართ ღირსი, გამომსყიდველის შენისა სისხლის, რადგან ყველასთვის დაიკალ ვიცით, მაგრამ არც ერთი მადლობას გიხდით.
ჩემო ძვირფასებო, მე ტრადიციულად კვლავ გავაგრძელებ თქვენთვის საინტერესო ცხოვრებისეული ამბების მოყოლას, რომელიც მხდება და გზა და გზა თარგმნი თქვენთვის. დღესაც ძალიან საინტერესო ამბავით მოვედი თქვენთან, რომელსაც ქვია სიცოცხლის ჭეშმარიტი ფასეულობანი. ანუ 1000 ბურთულა. გაგიკვირდებათ, რა შუაშია სიცოცხლის ჭეშმარიტი ფასეულობანი და რა კავშირშია ის 1000 ბურთულასთან. მაგრამ მოდი ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ. ამას წერს ერთი ადამიანი. ამ რამოდენიმე ხნის წინ მოვიმზადე ყავა, დავწვდი დილის გაზეთს და რადიოს მოსასმენად მოხერხებულად მოვკალათდი. რეგულატორით სხვადასხვა არხებზე ვრთავდი იქამდე, სანამ ჩემი ყურადღება ერთი მოხუცის ხავერდოვანმა ხმამ არ მიიქცია, რომელიღაც 1000 ბურთულის შესახებ საუბრობდა. და მაინტერესა ძალიან, აუწიე ხმა, გადავწექი სავარძლის საზურქეზე და სმენად მიკეცი. საუბრობდნენ წამყვანი და რესპონდენტი. კეთილი, გასაგებია, ამბობდა მოხუცი. მაგრამ მე შემიძლია შეგეკამათო, რომ ძალიან იყო სამსახურში დაკავებული გუშინ, დღესაც და ხვალაც. გასაგებია, რომ დიდ თანხას გიხდიან, მაგრამ განა ვერ ხვდებით, რომ ამავე თანხით ისინი თქვენი სიცოცხლის დღეებსაც ყიდულობენ? აბა დაფიქრდით, ამ დროს თქვენ ხომ არ ატარებთ თქვენთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანებთან. ვერაფრით ვერ დაგიჯერებთ, რომ მუშაობა უსასრულოდ გჭირდებათ. თქვენ მუშაობთ იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოთ თქვენი გულის თქმები. ერთი კი იცოდეთ, რომ ეს ჩაკეტილი წრეა და მასზე უსასრულოდ მოგიწევთ ტრიალი. რაც მეტი გექნებათ ფული, მით მეტად გსურთ ის და ამისთვის კი ძალიან დაიტვირთავთ საკუთარ თავს ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად. უნდა შეძლოთ და კითხვა დაუსვათ თქვენს თავს. ნუ თუ მართლა ასე მჭირდება, კიდევ ერთი ზედამოსაცმელი თუ მანქანა? და ამისთვის მზად ხართ გამოტოვოთ თქვენი გოგონას პირველი საცეკვაო წარმოდგენა ან თქვენი ბიჭუნას სპორტული შეჯიბრების დღე? მე კი თუნებას მომცემთ მოგიყვებით ერთ რაღაცას, რამაც შემაძლებინა დამეცვა და მეხსიერებიდან არასოდეს წამშლო და რაც უმთავრესია ჩემი და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში. და მან იწყო თავისი თეორიის განმარტება, რომელსაც უწოდა 1000 ბურთულა. ერთ ჩვენიერ დღეს დავჯექი და ვიწყე გამოთვლა იმის, რომ საშუალოდ 75 წელიწადი ცოცხლობს ადამიანი. ზოგმა შეიძლება მეტი იცოცხლოს, ზოგმა ნაკლები, მაგრამ საშუალოდ ასე გამოდის. ახლა ავდექი და 75 გადავამრავლე 52-ზე, ანუ წელიწადში კვირების რაოდენობა და გამოვიდა 3900. ამდენი კვირის პატრონი ვყოფილვართ სიცოცხლის განმავლობაში. და როცა დავფიქრდი, 55 წლისა გაახდით, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2900 კვირა უკვე ნაცხოვრები მქონია და მხოლოდ 1000 გადამრჩენია. ამიტომ წავედი სათამაშოების მაღაზიაში და 1000 მცირე ზობის ბურთულას შევიძინე და ყველა ჩავყარე ერთ გამჭვირვალე ჭურჭელში. ამის შემდეგ ყოველ კვირა თითო-თითოს ვიღებდი იქიდან და გარეთ ვაგდებდი. და როცა შევნიშნე, რომ ამგვარი საქციელით მათი რაოდენობა თანდათან კლებულობდა, ცხოვრების ჭეშმარიტ ფასეულობების მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანი გავხდი და დამიჯერეთ, რომ არ არსებობს ამაზე ძლიერი საშუალება იმისთვის, რომ დააფიქსირო, თუ როგორ გეცლება ხელიდან შენ მიერ ამაოდ გატარებული დღეები. და ახლა, ვიდრე ჩავეხუტები ჩემს მეუღლეს და სასეირნოდ ერთად წავალთ, სურს გაგიზიაროთ
რჩები სათქმელის ბოლო აზრი. ამ დილით იმ ჭურჭლიდან ამოვიღე უკანასკნელი ბურთულა და ამიტომ კვირის თითოეული დღე ჩემთვის საჩუქრად გადაიქცა. მე მათ მადლიერებით ვღებულობ და ჩემთვის ძვირფას საყვარელ ახლობელ ადამიანებს ჩუქნი სითბოს და სიხარულს. დამიჯერეთ. მე ასე ვთვლი, რომ ეს გახლავთ ერთადერთი საშუალება იმისათვის, აზრიანად რომ იცხოვროს ადამიანმა. არ უნანობ, რომ მაშინ მაინც მოვეგე გონს. თქვენთან საუბარი კი სასიამოვნოა, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, როდის მივალ ჩემს ოჯახში. იმეც კი ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ მოვისმენთ ერთმანეთის ხმას. დამთავრდა ეს გადაცემა და მე ჩავფიქრდი. მართლაც იყო აქ ის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. დღეს გეგმავდი ცოტა ხნით ისევ სამსახურში ამერბინა. პროექტი უნდა შემექმნა და შემდეგ კი მის აღსანიშნად კოლეგებთან ერთად კლუბში წავსულიყავი. ხო და ამის ნაცვლად ავედი მაღლა, ფეხაკრეფით შევიპარე მეუღლის ოთახში და ძინარეს ნაზად ვეამბორე შუბლზე და გავაღვიძე. გაიღვიძე ძვირფასო, დღეს შვილებთან ერთად პიკნიკზე მივდივართ. რა ხდება კაცო, ხომ კარგად ხარ? შევეფეთე სასიამოვნოდ გაოცებულ და სიყვარულით მომზირავ თვალებს. არაფერი ისეთი, უბრალოდ მივხვდი, რომ რამდენი ხანია ერთად არ გაგვიტარებია გამოსასვლელი დღეები. და კიდევ ერთი რამ, მანამდე კი შევიაროთ სათამაშოების მაღაზიაში. იქ რაღა დაგჩენია. პატარა ბურთულები უნდა ვიყიდო. დასკვნა თქვენთვის მომინდვია, ჩემო ძვირფასებო. ახლა კი გადაცემას როგორც ყოველთვის დავასრულებთ ლექსად თქმული სახარებით. ქრისტე ჭეშმარიტი მარხვის შესახებ. სახარება ლუკასი, თავი მეხუთე, მუხლევი 33-დან 39-ის ჩათვლით. ღმთისა სიბრძნით დღენი ჩვენი, განყოფილარს მარხვად ხსნილად. ლხინი ტკბილ ქორწილს საშვენის, სულის გლოვა მარხვის დილას. და ამ დღეთა შენაცვლებით სიცოცხლეს აქვს დიდი აზრი, რადგან თავს არ ვემალებით შესაცნობად თვისი არსის. არ ვიტყვი, რომ მარხვა მარტო იყოს, რასაც სული ნატრობს, მისთვის ხსნილიც არის სარგო და იხსოვეს ჩემო კარგო. და მოვიდნენ საყვედურით იოანეს მოწაფენი, მარხვა არსა საზრდო სულის რადარა იმარხვენ შენი. უკე თუ იქ საქმეს კეთილს, დაიმარხე გულში შენთვის, გონიერსაცა და შეშლილს თვისსა შამს მოგაგებს ღმერთი. უთხრა მკითხველთ, ნუ დაზრახავთ, მათ ვინც სიძე ყავთა გვერდით, მოვლენ დღენი და წაერთვათ, იგლოებენ თქვენებრ წესით. მეკორწილეთ ილხენ ვიდრე მარხვა გლოვა არაშვენით, დასრულდება მათთვის ის დღე, მოვა სევდის, გლოვის, ცრემლის. ჩვენც ვისწავლოთ, მოციქულსა სული წმინდით აქვს სათქმელი, ვინც არს ჭამდეს, მას ნუ კიცხავს, რომელიცა არს ჭამელი. ვიხსნათ სული, ამისათვის დააროდეს ხვის განკითხვით, მარხვა არის კაცისათვის და არ არის კაცი მარხვისთვის. ეს სიტყვები გადაგვარჩენს, თუ ღრმად გულში დავიმარხეთ და გვიყვანს მაღლა ცადმდე დღეს წმინდანი კალისტრატე. წელიწადის 1/4-ს სული სიტყვას ახალს ელის, მისი მადლით გვწევს საბოთხეს მარკოზი მახარებელი. ამორს მარად გვერდს უმშვენებს ჩვენთვის მარადის მლოცველი, სულ მოკლეთაც და სულ გრძელებს გაკურთხევდეთ ღვთისმშობელი. გმადლობ, გლოცავ და ვიყვარხარ საქართველო.